Evro გადამოწმება. ბოლო წლებში სოციალურ პლატფორმებზე არაერთხელ გამოჩნდა ყალბი ამბავი, რომ ბრიჯით მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლე, ბიოლოგიურ მამაკაცად დაიბადა და ქალად მერე გადაიქცა. ამას წინათ ამერიკელმა ულტრამემარჯვენე კომენტატორმა კენდის უენსმა კვლავ გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით გახდი ბრიჯიტი. იგი ამტკიცებს, რომ ბრიჯით მაკრონი მამაკაცად დაიბადა და ჟან-მიშელ ტრონიეს სახელს ატარებდა. ის ასევე აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მას ემუქრება. საკმაოდ გრძელ ვიდეოში ავტორი შეუსაბამოდ აკავშირებს მაკრონებს უფრო ფართო შეთქმულებასთან, რომელშიც ახსენებს პედოფილებსა და ელიტურ მსოფლიო წესრიგს. კენდის უენსი ამბობს, როდესაც ვთქვი, რომ მთელ ჩემ პროფესიულ კარიერას დავდებდი იმაზე, რომ ბრიჯით მაკრონი, საფრანგეთის ამჟამინდელი პირველი ლედი, მამაკაცად დაიბადა, ბევრმა რა თქმა უნდა არ დამიჯერა, რადგან ეს გიჟურად ჟღერს. თუმცა ავტორი არ იძლევა რაიმე მტკიცებულებას ამ განცხადების მხარდასაჭერად და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რა კონსპირაციული თეორია არსებობს ბრიჯით მაკრონზე? ასეთი თეორია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს 2017 წელს. ამის შემდეგ ეს თეორია თვითგამოცხადებულმა ჟურნალისტმა ნატაშა რეიმ გავრცელა. იგი ამტკიცებს, რომ ბრიჯიტი არასოდეს არსებობდა და რომ მისმა ძმამ ჟან-მიშელ ტრონგემ სქესი შეიცვალა. 2021 წელს ამანდი მროიმ თვითგამოცხადებულმა სპირიტიზმის ოსტატმა და მედიუმმა რეისაგან ინტერვიუ აიღო. YouTube-ზე გამოაქვეყნა და ეს ცრუ თეორია ვირუსულად გავრცელდა 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეგრეთ წოდებული მტკიცებულება, რომელიც ხშირად მოაქვთ ხოლმე, არის ჟან-მიშელის ბავშვობის ფოტო და მასზე აშკარად ჩანს ბრიჯიტისა და მისი ძმის მსგავსება. თუმცა ვინაიდან ისინი დაძმანი არიან, ეს არ არის უჩვეულო რამ. ამ ამბავმა აიძულა ბრიჯით მაკრონი როისა და რეის წინააღმდეგ საჩივარი შეეტანა ცილისწამების გამო. სექტემბერში საფრანგეთის სასამართლომ ორივე ცილისმწამებელს კომპენსაციის სახით მისთვის 8,000 ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო მისი ძმისთვის 5,000 ევროსი. ამ ამბავზე ემანუელ მაკრონმა პირველად კომენტარი გასულ წელს გააკეთა და თქვა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ გიჟები მათ გარშემო. Evro გადამოწმება.